ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ წამლების მაღალ ფასს ჯანდაცვის მაღალი ინფლაცია და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქმნის, რაც ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას ხელს უშლის. ამის შესახებ ურუშაძემ BMG-თან ინტერვიუში მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას გაამახვილა ყურადღება. ალბათ ყველაზე კარგად თქვენ და იმ ადამიანებმა იციან, ვინც მედიკამენტებს ყიდულობს, განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებულმა პაციენტებმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რაღაცა მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამასაც აფინანსებს, სულ უფრო და უფრო მეტი ფულის გადახდა გვიწევს და ფასის გადახდა გვიწევს მედიკამენტებს. ჯიბი და გადახდების 60%-ზე და მეტი მედიკამენტების ხარჯები. ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძეს ეს არის პრობლემა. მაგრამ თუ ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან არა ეკონომიკური მექანიზმებით, არა თქვა ღია კონკურენციის პირობით, არამედ ისე უშიშროებით, პოლიციით და დავალებით, ხო? ეს გზა სცადა ვენესუელამ, სცადა ბელორუსიამ, მაგრამ ამ გზას შედეგი არ მოაქვს. შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამას მიზეზი არის ის ინფლაცია, მათ შორის სამედიცინო ინფლაცია, რომელიც სამწუხაროდ არის სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და ასევე სამწუხაროდ ეს არის შედეგი იმ არათანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელიც არ უწყობს ხელს თავისუფალ კონკურენციას და არ უწყობს ხელს თავისუფალი ბაზრის განვითარებას საქართველოში. რეფორმა დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის სექტორისგან სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. ასე აფასებს BMG-თან სადაზღვევო კომპანია არდის გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე დაზღვევის დედამხედველობის სამსახურის მიერ დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სექტორში რისკზე დაფუძნებული გადახდის უნარიანობის სისტემის დანერგვას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ზედამხედველი ამ ყველაფრის დანერგვას პირველ რიგში მართულობითი კომპონენტით იწყებს, რაც შემდეგ ფინანსური ნაწილი მოყვება. არ გაგიმალავთ, საკმაოდ რთულია. არ არის მარტივი და ინდუსტრიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამასა იქნება, ამბობს მიხეილ ჯაფარიძე. არდის ხელმძღვანელი ხალხს უსვამს, რომ საჭიროა ბალანსი რეგულაციასა და განვითარებას შორის. ჯაფარიძის აზრით, ფინანსური მდგრადობის მოთხოვნების ზრდასთან ერთად აუცილებელია ბაზრის განვითარების ხელშემწყობის სტიმულირების არსებობაც. მისივე თქმით, რეგულაციების სიმკაცრე პროპორციული უნდა იყოს ბაზრის რეალური ზრდისა და პენეტრაციის მაჩვენებელს შორის. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე იზიარებს Fitch Ratings-ის ბანკების განყოფილების უფროსის არტემ ბეკეტოვის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართულ ბანკებს 2025 წელს კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ. საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგი შეაფასა და პერსპექტივა გააუმჯობესა. ეს გადაწყვეტილებები ნოემბერში საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებას მოყვა. როგორც ალექსანდრე ძნელაძე ანალიტიკას ეთერში აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო არ მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ ბევრი სხვა ინდუსტრიას ოპტიმიზმით ელოდება 2026 წელს. ძნელაძემ BMG-თან საინვესტიციო რეიტინგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის ზრდის ტემპი 2025 წელს დამაკმაყოფილებელი იყო. ძნელაძემ საბანკო სექტორის მედეგობასა და 2026 წლის მოლოდინებზეც ისაუბრა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ოცნების მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო ფასების კონტროლი დაანონსა. მოვეჭრეები კი ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მაღალ საბანკო განაკვეთს ასახელებენ. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამდენად გავრცელდება ოცნების ეს პოლიტიკა ბანკებზე, თუმცა ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება. შპს მოსავლის მართვის კომპანიას წლევანდელი რთველი სუბსიდიის სახით ბიუჯეტიდან დამატებით 160 მილიონი ლარი გამოეყოფა. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 26 დეკემბერს გამოსცა. წელს სახელმწიფო კომპანიამ მევენახეებისგან 1 კილოგრამ საფერავის ჯიშის ყურძენს, ლარნახევრად რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი ლარი და 20 იბარებდა. საგულისხმოა, რომ 2025 წლის რთველის დაფინანსება თავდაპირველად 60 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ამაზე ბევრად მეტია და ჯამურად წელს ბიუჯეტს რთველის სუბსიდირება 220 მილიონი ლარი დაუჯდა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვისას განაცხადა, რომ დაფინანსების ზრდა დაკავშირებული იყო როგორც მოსაოდნელზე უფრო დიდი მოსავლის მიღებით, ასევე რთველი სუბსიდიების წესების მოდიფიცირებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით ცხოველის საკვები პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ცხოველების საკვები პროდუქტების იმპორტმა 48 მილიონ 900 დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 43 მილიონ დოლართან შედარებით 13.6%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 33401 ტონა შეადგინა. წელს საქართველოსთვის ცხოველის საკვები პროდუქტების მთავარი იმპორტიორი ბაზარი თურქეთია, საიდანაც 6 მილიონ 900 დოლარის ღირებულების 6392 ტონა პროდუქტი შემოვიტანეთ. რაც შეეხება ექსპორტს, საერთაშორისო ბაზრებზე ცხოველის საკვები პროდუქტების რეალიზაციამ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 29.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში ვადაგადაცილებული სესხები მზარდია. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ამ სექტორში 135 მილიონი ლარის კრედიტებია ვადაგადაცილებული, რაც პორტფელის 4.4%-ია. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის ვადაგადაცილება 83 მილიონი ლარის დაკრედიტებას, ანუ მთლიანი პორტფელის 2.8% შეადგენდა. ამასთან ეს სექტორი დაკრედიტების დაბალი ზრდით გამოირჩევა და ის თითქმის 3 წელია უცვლელად 3 მილიარდ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მთლიანად საბანკო დაკრედიტება წელს 14%-ით გაიზარდა. უფრო დეტალურად 2023 წლის ბოლოს სექტორის დაკრედიტება 2 მილიარდ 960 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის ბოლოს 2 მილიარდ 980 მილიონი ლარი, 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო. სავარაუდოდ ამ სექტორში ჭარბი მიწოდების რისკიდან და გაზრდილი ვადაგადაცილებიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკებმა აქტიური დაკრედიტება შეამცირეს. ენერგეტიკოს დავით მირცხულავას შეფასებით ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა BMG-თან საკითხის შეფასებისას ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ შესაძლოა შესაბამის ჩამონათვალში მხოლოდ რეალური ინვესტორები არ იყვნენ. მისივე თქმით, ინვესტორებზე ბოლო პერიოდში გაცემული სიმძლავრეები იმაზე მიუთითებს, რომ ენერგეტიკის დარგში ბევრი ვირტუალური ინვესტორიც გამოჩნდა, რაც შეეხება სხვა საკითხებს. მუდმივად ვამბობ, ერთი ფანჯრის პრინციპი უნდა დაინერგოს, რომ ინვესტორებმა სახელმწიფოსგან კვალიფიციური პასუხი დროულად მიიღონ. ინვესტორს ეს სჭირდება, რომ ხელი არ შეეშალოს, აცხადებს დავით მირცხულავა. სემეკმა დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს, ასე პასუხობს გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ანალიტიკას ეთერში წამყვანის კითხვას, რომელიც სემეკის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფების მოსალოდნელ ზრდასა და ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის თანახმადაც მთავრობა შეეცდება ტარიფები შეინარჩუნოს. სემეკი ხელმძღვანელობს 2014 წელს მიღებული საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რომელიც არის ობიექტური, ამბობს მაია მელიქიძე. როგორც ის აღნიშნავს BMG-s ეთერში, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა იმ მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციის მობილიზაციას შეუწყობს ხელს, რომელიც ქსელის განვითარებისთვის არის საჭირო და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება. საქართველოში რძის იმპორტი მკვეთრად იზრდება. 2019 წელს იმპორტის მოცულობა 7500 ტონა იყო. 2025 წლის 10 თვის მონაცემებით კი უკვე 16000 ტონამდეა გაზრდილი, რაც ძირითადად პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ TBC კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების სექტორს ეხება. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რძისა და რძის პროდუქტის იმპორტის სტაბილური ზრდა მიუთითებს, რომ შიდა მიწოდება ვერ ახერხებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ადგილობრივი მწარმოებლები გამოწვევებს შორის სწორედ იმპორტის მზარდ სტატისტიკას ასახელებენ. ყველის საწარმო ცეზარის დამფუძნებელი ამბობს, რომ რძე და რძის ფხვნილი კონკრეტული ქვეყნებიდან დემპინგური ფასებით შემოდის, რასაც მზარდი ხარჯების ფონზე ადგილობრივი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევენ. მისივე თქმით, ადგილობრივ წარმოებას ხელშეწყობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნედლი რძის და რძის პროდუქტების წარმოების მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება. ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება. ამის შესახებ კომპანია e-consul-ის გაყიდვისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ზივზივაძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი 2025 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღება გამარტივებული გზით აღარ შეუძლიათ. ზივზივაძის განმარტებით, შეზღუდვა მხოლოდ სამუშაო ვიზებს შეეხება და არ ეხება ტურისტულ ვიზებს. 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი საცხოვრებელი კორპუსები ამორტიზებულია. დასახლებაში არ არის ბუნებრივი აირი, ცენტრალური წყალარინებისა და გათბობის სისტემა. მოსახლეობა წლებია ძველი 24 კორპუსის ნაცვლად ახალი საცხოვრებლის აშენებას ითხოვს. ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. ამის შესახებ BMG-s Amex Airlines-ის საოპერაციო დირექტორმა შაკო სეთურიძემ განუცხადა. 2025 წლის 11 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში 59%-იანი ზრდა ფიქსირდება და წელს თითქმის 34000 ტონა ტვირთია საჰაერო გზით გადაზიდული. სატვირთო გადაზიდვების ასეთი ზრდა ელ-კომერციას უკავშირდება, რომელიც როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ისეთი საიტების პოპულარობამ განაპირობა, როგორც მაგალითად ჩინური ტემუა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაციამ წინასწარ დასახულ ყველა მთავარ მიზანს მიაღწია, რაც როგორც ქსელის გაფართოებას, ისე ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას გულისხმობს. ევროკრედიტის მონაცემებით, კომპანიის ფილიალების რაოდენობა უკვე 30-ს აღწევს, რაც წლის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი. ზრდა ფიქსირდება როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მოგების ნაწილში. დღეისთვის ევროკრედიტის ძირითადად პორტფელს ავტოსესხები წარმოადგენს, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს პორტფელის დივერსიფიკაციაზე. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო ბიზნეს სესხების გაცემა, რაც მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
მიკროსაფინანსო ბაზარზე დარჩენილი 29 ორგანიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ზრდის ტემპი 20-25%-ით დაჩქარდა, რაც გაორმაგებულია წინა წლებთან მიმართებით. ამის შესახებ BMG-თან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი საუბრობს. მისი თქმით, მიკროსაფინანსო სექტორში აქტივების ხარისხი საკმაოდ მაღალი და გაუმჯობესების ტენდენციის ხასიათდება. გაუმჯობესება მოგებიანობის პარამეტრები, ხოლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირდა. ჯამში ნინო დევდარიანის შეფასებით 2025 წელს სექტორი 30%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად შევიდნენ ბიზნეს დაკრედიტების სეგმენტში. ნინო დევდარიანი განმარტავს, რომ დაკრედიტების ზედაზღვრით 200,000 ლარამდე გაზრდა სექტორისთვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის. მიკროსაფინანსო სექტორში მთავარ პრობლემად კვლავ მოზიდული სახსრების მაღალი ღირებულება და საოპერაციო ეფექტურობა რჩება. ამის შესახებ BMG-თან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე საუბრობს. მისი თქმით, მაკროეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებულით, როგორ განვითარდება მოზიდული სახსრების ფასები და როგორ იმოქმედებს განაკვეთებზე.